მებრძოლი უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა თავმჯდომარემ ვლოდიმერ ზელენსკიმ თავის მიმართვაში საგანგებოდ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში. უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ ცივილიზაციური ომის პირობებშიც კი მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს უმნიშვნელოვანეს ნაწილად ამ დიდი ისტორიული პროცესისა, რაც მიმდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში. პრეზიდენტი ვლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, ის რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტება, ეს საქართველოს არ შველის და ეს უნდა შეჩერდეს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში, გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს ამ ბოროტებას და გადაწყვეტილება, რომელიც შველის საქართველოს. პრეზიდენტი ზელენსკი ასევე მიმართავს თავისი ხალხის მეგობარ ქართველ ხალხს, ყველა მოაზროვნე და წინდახედულ ადამიანს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მიმართავს. მეგობრებო, თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია. თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი მარტივია. თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეს ყოფნა, არჩევანი არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. თუმცა არჩევანი არის არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის. სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი სამოქალაქო და პრინციპული პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი კვლავ რჩება უნიშნულოვანეს ფიგურად რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ცოცხალი სიმბოლოა ამ ბრძოლის და მისი განადგურება და დაღუპვა დაუშვებელია. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის თავგადასავალს, მის თავისუფალ ღირსეულ და ევროპულ მომავალს. ზუსტად ისევე უდგას საფრთხე, როგორც ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშია. აი ეს შეგვახსენა და დაგვიდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში გუში ვლოდიმერ ზელენსკიმ. საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავისუფლებისათვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა. ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით. იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული, წინდახედული თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი. ზელენსკის თხოვნა თუ კრემლის დირექტივა. აი ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენ ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა. ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, გმირი უკრაინელი ხალხი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტები და პირველ რიგში რა თქმა უნდა ქართული საზოგადოება. გავიმეორებ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს, ეს ბოროტება უნდა შეჩერდეს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თამასა უკვე ძალიან მაღლაა. ბოლოს სურს მადლიერებით მიმართო პრეზიდენტ ზელენსკის. ერთიან ნაციონალური მოძრაობისა და ყველა ქართველი პატრიოტის სახელით. უღრმეს მადლობას გიცხადებთ გამოჩენილი სიბრძნისა და თქვენი ძალისხმევისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მთელი ხალხი, ქართველი ხალხი აღფრთოვანებულია თქვენით და გულითადად გულშემატკივრობს უკრაინის და თქვენს ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დიახ, ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია, თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაცაა და ამავდროულად თავისუფლება და ქვეყნის, როგორც საქართველოს, ასე უკრაინის უკეთესი მომავალი ორივე ერის ერთდროულად მოსაპოვებელია. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება თავისუფლებას. დიდი მადლობა.